მოგესალმებით, დავბრუნდი ისევ ახალი თამაშით და დღეს ვითამაშებთ ამჯერად უკვე Far Cry 2-ს. პირველი თამაში, როგორც უკვე იცით, იყო ასე თუ ისე საზღარი იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი კვდებოდი და მომიწია ჩეთების გამოყენება, მაგრამ ზოგადად ისტორია და გრაფიკები და ასე შემდეგ, ანუ 2004 წლის თამაშისთვის იყო ძალიან მაგარი. ხო და ვნახოთ ახლა როგორი იქნება მაგალითად ეს თამაში, ანუ Far Cry 2, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო გაგრძელება არის იმისი, რა სხვადასხვა ამ თამაში უფრო აქებენ ვიდრე მეორე თამაშს, ან რაც ვითამაშეთ უკვე და დავიწყოთ story თამაში და ვნახოთ. უკვე პრობლემას ვხედავ სხვადასხვა. მე მგონი ეს თამაში უფრო გათვლილი არის ამ PlayStation-ზე, ამ კონტროლერზე და როცა რაღაცა ესე ღილაკს მივადებ, ანუ მაგალითად ახლა ხო აწერი აქ multiplayer-ი, ანუ მაუსის ზემოთ უკვე აღარ ადის ხოლმე რა, ცოტა უჭირს მოძრაობა. ხო და იმედია ეგ თამაში ხელს არ შეგვიშლის. დავიწყოთ ახლა ახალი თამაში, როგორც უკვე გითხარით, შარშან მე მგონი 9 საათი დაახლოებით ვითამაშე ამ თამაშს, მაგრამ ძალიან ჭედავდა და მომიწია რომ ესე ვთქვათ, გამენებებია თავის საერთოდ. მოდი ნორმალზე ვითამაშოთ, გავტესტოთ როგორი რთული იქნება. დასაწყისი ამ თამაშის არის ძირითადად ესე ვთქვათ cutscene და მე იწყება უკვე. Select character, ანუ შემიძლია პერსონაჟი მოვნიშნო აქ. ნახე რამდენი არიან თან. მოიცა, არ მინდოდა კაცო მაგ ადამიანით აწყება. და რამე განსხვავება აქვს ხა იმას თუ რომელ პერსონაჟს მოვნიშნავი აქ თუ არანაირი განსხვავება არ აქვს და უბრალოდ შემიძლია მოვნიშნო ნებისმიერი ვინმე. ნუ გავიგებთ, მაგრამ ეს პერსონაჟი ნამდვილად არ მინდოდა რომ ყოფილიყავი. ერთი წამით quit menu და თავიდან უნდა მოვნიშნო ის პერსონაჟი რომელიც თავიდანვე იყო რა. არ მინდა რომ არასასურველი პერსონაჟი ვიყო, ვინც მე არ ამირჩევია ან არ მომწონს. მარტი ალენკარი არის დაახლოებით მეტრა 80-მდე, ბრაზილიელი 28 წლის და nationality, ანუ დაიბადა ამერიკაში ალბათ. 180 პაუნდი იქნება დიდი ვარაუდით რაღაცა 80 კილომდე. კაი, დავიწყოთ ახლა ამ პერსონაჟით და ვნახოთ რა იქნება. 5 minutes in this country and it's clear things are about to go very bad. The UFLL and the ARP are gearing up for opening fight. My mission is simple to kill the jackal, the bastard on both sides. ანუ აფრიკაში შეიარაღებული ზარები არის და მე უნდა უშველო ხალხს. ანუ შენ სასტუმრო პალაში მიდიხარ? ალა არის ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც კიდე მუშაობს რა, მაგიტო იღვლიანი ხარო. ნუ აფრიკაში და ესეთ ადგილზე თან რო სასტუმრო აქვს, გასაკვირი არის ძალიან. ხედავ მაგასო? ეს ბოლო არასაც ხედავ. ხოლოდ ფულს და კავშირებს შეუძლია რომ ეგეთი თვითმფრინავი მომწესო რა. ეს მე მგონი თან open world-ი არის უფრო, როცა ის თამაში შედარებით უფრო ჩაკეტილი სივრცე იყო. ან შეიძლება ესეც open world-ი იყოს, ოღონ რაღაც უფრო ჩაკეტილ სივრცეში რა. მაგრამ ნახოთ მოკლედ გადავხედოთ. ვინ მოგცა პრავაო ბიჭო რა იყო? წესებს არავინ არ მიყვებაო აქ. მომხალაზე ხტუნავენ ესენი რა არის? ეს ბაგია უეჭველი ხო? ვეუბნები რომ თვითმფრინავები აღარ მოვლიანო, მაგრამ ყველას გონია რომ დიდი თვითმფრინავები კიდე უკან დაბრუნდებიანო. გაგიჟდაო ეს ხალხია. არ ვიცი რაზე ლაპარაკობს რა. ხო, ლამაზი ბუნება არის მან. პერსონაჟი ანუ იგივე არა ვართ რა, გამოდის რომ Far Cry 1 და Far Cry 2 დაკავშირებული ერთმანეთთან არ არის. და ძალიან ბევრი პერსონაჟის არჩევა შემოძლო თან და როგორც ჩანს ის რო ავირჩიე შემთხვევით. აქედან დავიწყე ისედაც. ანუ გამოდის რომ რაიმე ცვლილება არ აქვს. რაო? ეს საზღვრის კონტროლი არის, ეს ცხოველები. მოიცეს მას რა ვერ დაგაშიფროს წავშეჩები ხარ. ხო კიდე ძალიან მაგრად მშიოდა ეხა და მეთქი ბანანში ვჭამთქო და რო დავჯექი, მიცით ალბათ უკვე რომ კადამ ყავს და აგერ ვახსენე და ამოხდა მაგიდაზე. რაღაცა სუნი ვიგზენები, ჩავსმის. დიდარი კაცი იყო ერთიო, მაგრამ ისეთი მსმშრალი არისო, რომ დაწვა ყველაფერი, რაც მქონდაო მაგასო და მე რეკოდიდან წავიდაო. თუ სწორად გავიგე. ანუ ხმა ძალიან დიდი არის, მაგრამ ამათი დიალოგი ძალიან დაბალზე ისმის. ხო და მოკლედ სუნი რომ გავიგე მეთქი რაღაც მოხვისა თქო და
ვეძებ, მაგრამ ვერ ვნახე ვერ საჭეჯირობით. აი მე და სადმე არ დააბსა რა. ხო, ბაგი არის, ამიტომ დახტუნავენ ესენი. როგორც გითხარით, კიდე ყველაფერი ყავისფერია თქო. შენ რა ქვია? ვე რაღაცა ეგეთი. აეროპორტიდან მოდის რა შენ ზოლიო? კიო, აეროპორტიდან. თქვენ თელ დღე ქართო? კაი. წავალო და მოგიდან თუ რამე ციუ სასმელსო. პივასი ხოსონ თუ თქვენო? კიო, პივასი სვამთო. წადიო მაშინ და მოგვიტანეო რა. ანუ რო გამოხვალო, გამოგვიტანეო ასე რო ვთქვათ. ანუ იმისათვის რომ გადარჩენილიყო და არ დაეხოცათ. ესენი საერთოდ უცხოელები არიანო რა, ჩვენ ქვეყანაში მოდიანო, ყველაფერს გვართმევენ და უკან არ გვეუბნებიან არაფერს. არაფერს არ გვეძლებენ ასე რო ვთქვათ. მალიშა. რაღაცა გამიგია ესე ვთქვი მალიშა, ზუსტ აღარ მოხსოვს აი რა არის მნიშვნელობა მაგისა. მაგრამ მე ვნახავ რა დაგვგლავდა. გავარკვევები. ეს ლეპტოპი სხვათა შორის არ იყო ეგრე, მაგრამ დავიჯერო ესე მალე დაწვირიან და გაივსო რომ ისეც ხელდება ზოგჯერ რომ აი თითებზე ძალიან გრძნობს სიცხეს. ეს პრეზიდენტი ჩამოვიდა აქ თუ რა გადავკვეთის გზა. ყველა არ ვიცი თვალებისთვის რამდენად სასიამოვნო იქნება. სტალახისფერი. ძალიან ბევრი ჯარისკაცები არიანო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თავისთვის არიანო ეგენიო და არ გვაწუხებენო. ოხ, აი კატაკი მოწუხებს ახლა მე და ალბათ ამ მონიტორს კატეხავს. ყველა ცდილობს რომ ქვეყნიდან გაიქცეს, მხოლოდ სულელები რჩებიანო აქ. სულელები და კიდე ტაქსის ხოლებია. ეს რა ისე ვირუსი გვაქვს, რა წინაზე შეგვიყარა? თუ რამე რაღაცა გჭირს რა სხვა? და სასტუმრო სად არის? აი პირდაპირ გივარაუდით. კარგი, ჩვენ აქ ავართო. ცოცხალი მოვიდითო რა. კარგად ხარ? კარგად არ გამოიყურები, დაიღალე? კაი, შეგინ შეგიყვანო. იმედია გადავრჩი რა ვიცი. 5 minutes into. აქ იგივე რაღაც წერია რა. 5 წუთია უკვე ქვეყანაში ვარ და პრობლემებს ვხედავ. რაღაც ორი დაჯგუფება არის რა. რაც უნდა გავანადგუროთ. დიდი ვარაუდით აქაც ან CIA-ს ვეხმარებით, ან CIA-მ გამოგგზავნა და ეს ჩვენს ნივთებში ადაიშყრიკება. შემიძლია დგომა რომ წავართო ეგენი თუ არა? არა. დღეს კიდე ვიდეო მაგ გადასაღები მანქანაზე და რაღაც ინფორმაცია უნდა მოვიძიო და მანამდე კიდე ძალიან მაგათი მშია. ცოტა ნელა ილაპარაკე. მალარია მაქვს დაავადება. მოგეთ ეს უნდა მოვიკლა როგორც ჩანს. You had your shot, but now it's over. And since men like you only work for money, you're no longer my problem. You'll have to find something else to do with yourself now. What your old clients don't seem to understand is that they can't kill me. Do you understand what I'm saying? Nobody kills me. Nobody. I'm the one who decides who lives and who dies. Me. მე ვარ ვინც წყვეტს, ვინ მოკვდება და ვინ იცოცხლებს რა. ერთი წიგნია რაც წავიგეთ დიდი ხნის წინ და კიდევ ვფიქრობ მაგ წიგნზეო. ადამიანებზე ლაპარაკობს და იმაზე თუ რა мотиваციას იღებენ ადამიანები ცხოვრებისგანო. ცხოვრება არის ძალა და არაფერი დაგტოვა. მოგეთ დაქირავებული მკვლელი ვარ როგორც ჩანს. და უნდა მოვიკლე კაცი, მაგრამ მაგაც მოგვიპოვა და ჩვენ ეს მალარია გვაქვს რაღაცა რა. და მე მგონი უკვე ომი დაიწყო. ძალიან სიცხეებია რა, აი სერიოზულად სიცხეებია. მით უმეტეს აი თუ ყავას ვშავ რაც მომწონს ხოლმე აი ყავის ალევის დროს თამაშიან რაღაც ეგეთი მსგავსი. თუ მაგას ვაკეთებ და პლუს ლეპტოპთან ვარ და პლუს ყურშესმენები მეკეთია და პლუს კიდე ლეპტოპისაც ანუ ცხელდება. საშინელება არის, აი ძალიან სიცხეები არის ხოლმე რა მე.
აი, C არის crouch-ი. გონი აქედან უნდა გადავსულიყავი და მაგიტომ მასწავლის რომ შეეგუცხეო. არა. Press and hold mouse button to aim. აი გვიცეთ. მაგას ახლა მომასწავლე. ყველა მხრიდან მესმის ხმა. აქ ვინმე ჩემიანი არის და არ უნდა ვესროლო თუ ყველა მოწინააღმდეგე არის. ო, რა საინტერესო ანიმაცია იყო აღების. ჯერჯერობით ესაც ვამჩნევ არის ის, რომ ესე ერთ-ერთ პონში არ გვდებიან ესენი. ვაი. Mfuna please. Bagana truck. მოკლედ, კიდე ცუდი რაღაცა მოხდა, ეს Far Cry-ის თამაშები მე მგონი მე ნერვოს გამიჩენს, დამატებით ეს კატა კიდევ არ ესმიზამს, ან რაღაცა სხვა მოხდება რა. მოკლედ გუშინ გადავიღე ვიდეო, ჯერ ერთი ხო 5 ჯერ გაეკრეშე თამაში და ნახევარს რო ვიყავი გასული გამეთიშა, მე თავიდან მომიწია და წება 3 ჯერ. ეხლა კიდე თავიდან დავიწყე, იმიტომ რომ ერთი წამით ვიდეოს როცა ვიღებდი, პირველი ნაწილი რომ მანქანით რო დავდიოდი, ეგ გადაიყო კარგად და ყველაფერი, მაგრამ მეორე ნაწილზე რო გადავედი, ანუ იმ 3 გაქრაშვის მერე კიდე გაეფრიზა მთელი ეკრანი და დარჩა მხოლოდ ფოტო და ჩემი ხმა ისმოდა, მაგრამ ჩანდა მხოლოდ თამაშის ფოტო და მეტი არაფერი. ხო და მომიწია ახლა კიდე თავიდან დაწყება და ანუ ვაგრძელებ ახლა აქედან. ნუ აქ ეს გავიარე, მაგრამ ნუ თავიდან მიწევს გასულ. თან ახლა რა ხდება, იცი, ვიღებ ისევ Windows ეკრანზე, იმიტომ რომ თუ გავშლი ეკრანს, მე შეიძლება კიდე იგივე რაღაცა მოხდეს და შეიძლება ეგ ჩემი ანუ GeForce-ის ბრალი იყოს და შეიძლება მომიწიოს რომ საერთოდ გადავიღო სხვა აი Far Cry-ის ისინი რა სტანდარტული დახილვები. შეიძლება შევცვალო რა, გადამღები და სხვა რამეთ გადავიღო. მე კანკარა ვარ, შენ კიდე იდიოტი ვარ. ვიცის მუშაობ შენ გამო ხალხი მოგდა, ჩემი ხალხიო. ხო და ეხლა შენ უნდა გააკეთო უკვე ჩემთვის რაღაცეები. გარეგადი და ყველაფერი აიღე რაც ჭირდებაო რა, ყველაფერი იქ არისო. Continue დავცე, მოდი დავასეივოთ მაინც. ეს იყო საქონლეც გავედი და მაგამდე გავალ ეხლა რა თქმა უნდა. კაი. მაგრამ სხვადასხვა ეს უფრო სხვა ადგილი არის. ვიდრე წინაზე გავიარე. ხო, ეს უფრო სხვა ადგილი არის. ნახე, შეიძლება დადაწყისში როგორ რაღაცა იყო, იცი? ორი გუნდი ხო იყო იქ რაღაც დაჯგუფებები რა. ხო და ალბათ რომლის ხალხსაც უფრო მოკლავდი, ისინი წაგიყვანდნენ და შეიძლება მე ამათი ხალხი არ მომიკლია და იმათი ხალხი მოკლა და მაგით წამომიყვანეს ამათმა. ნახოთ ახლა გარე რო გავლა კიდე თუ რაღაცა შეიძლება და თუ სხვანაირად იქნება რაღაცა. ანუ გამოდის რომ ამ თამაშს ჯეროდ აქვს ორი სხვადასხვა დასასრული შეიძლება, ან ორი სხვადასხვა gameplay. Shit really hit fan back in Pala. There was supposed to be ceasefire, but that's all. უნდა შეწყვეტილიყო ეგო, მაგრამ არ მოხდა ეგრეო. Local boss for United Front. Everyone I've got who knows ass from hole in the ground is out in field fighting the APR. That just leaves you, errand boy. So first thing, you need to get piece of shit automobile back on the road. იგივე, დიალოგი იგივე არის რა. Not know ass from hole in ground. Go outside and get the engine running. You know you got malaria, right? So you screw around, you pass out, maybe die. Too bad. God, open up. მალარია მაქვს მოხლა კიდე რაც ბუზების ნაკვენით გადადის და აფრიკაში ეს ძალიან გავრცელებული არის როგორც იცი, სიცხეებს რაღაცეებს იწვევს და ხო, ანუ ადგილი სხვა არის, მაგრამ დიალოგი და ყველაფერი იგივე არის, რომ შენ გამო მოკლედ ხალხი დაიხოცაო ჩემიო, ეხლა შენ ხარო ჩემთანო, ეს ბანანი არის და ასე შემდეგ. ერთი პლუსი ხა ისა აქვს Windows-ზე რომ ვიღებ, რომ FPS-ი მაქვს საკმაოდ კარგი და ძალიან სმუდარი ყველაფერი. არ ვიცი ვიდეოში როგორ გამოჩნდება, მაგრამ full screen-ზე რომ ვიღებდი, ბევრად უფრო ცუდი იყო. და აქ არ არის ეგრე. კარგი. ხუთიანით მაპის გახსნა არის, ეგ ვიცი. ასევე შემიძლია რომ ეს მაპი გავადიდო და დავაპატარაო, დაჟე მაპის ხვანაერი არის. რუთი შემიძლია შევცვალო მაპი, ხო? აი იქ რო ვითამაშე, ვიყავი აი რაღაცა პირდაპირ ნახეთ მრგვალი რაღაცა რო ჩანს მანდ. და ეგ იარაღი არ მქონდა, მქონდა ბაზუკა მაგის მაგილად.
აი მოდი გავაკეთოთ ახლა ეს მანქანა და გავიდეთ აქედან. და მეორე მინუსი კიდე რაც აქვს Windows-ზე თამაშს არის ის, რომ ზედა მხარე და ქვედა მხარე უნდა მოვჭრა, თორე ჩანს ჩემი დესკტოპი. და ეს PC კიდე არის 2560 1600 რეზოლუცია. რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ამ რეზოლუციაზე ვაედიტებ მე ჩემს ვიდეოს, კუთხეები ისედაც ჩამოჭრილი არის და ეხლა რო ზედა მხარების ჩამოჭრა ამ ვიდეოს, გამოვა ისე, რომ ფაქტიურად მოკლედ ანუ რაღაცა 4 კუთხედი პატარა ჩარჩო იქნება და იმაში მოგიწევთ ვიდეოს ნახვა და არ მინდა როგორი გავაკეთო და ამ ვიდეოს იმედია აიტანთ ეგრე, ანუ ნახევარ ნაწილს და მე რაღაცას ვეცდები რომ გავაკეთო და შევცვალო იქნება რამ. აი ეს ახლა მაპი უნდა შევცვალო, თორე ისე არ გამოდის როგორც ჩანს, 5 საათი რომ მაპი ჩააგდო იქო. While moving forward you can press left and ხო ეგ ვიცი. ანუ სწრაფად სიეროს მასწავლის ახლა. კაი, ჩავჯექთ მანქანაში. თუ უნდა გამოვცოდო მანდა მაგ ეს შეხარა სიერული, ისე არ გამოვა. Telefoni გვირეკავს? Okay, good. Now that you're mobile, you take out some of ეხლა რაღაც მოძრაობ უკვე შეგიძლია რომ რაღაც ნაგავი წაიღო. If something bad happened to shitheads manning that post, I would be a happy guy. კაი, ეხლა უნდა დავეპყროთ უკვე ჩვენ პატარ-პატარა ადგილები რა. ეს მომწონს სხვადასხვა Far Cry-ში აი ძალიან და ყოველთვის მომწონდა ხოლმე, რომ რაღაც კარავისავით აქვს და მაგ კარავს არ ვითარებ ეგრე. Far Cry Primal-ი ძალიან მომწონდა მაგიტო რომ მომქონდა რაღაცა ჯოხები, მომქონდა რაღაცა ქვები, ჩემს კარავს არ ვითარებდი და ძალიან წყალებში მოხოდილი მქონდა რა ეგ კარავი და ეგ ძალიან კარგი გრძნობა იყო ასე რომ ვთქვათ. და Far Cry-ებში ზოგადად ეგ ძალიან მომწონს. პირველში არ იყო იმდენად ეგ, მაგრამ მე მგონი მეორეში უფრო იქნება. მესამე და მეოთხე აღარ მახსოვს რა. Primal-ი კიდე უფრო მახსოვს ცოტა. მიუხედავად იმისა, რომ მე მგონი 5 წელს მითამაშე ბოლოს ეგ თამაში. და როცა მოვრჩები უკვე ამ თამაშებსაც იმედია რომ მალე იქნება, ანუ პირველ მოვრჩი უკვე რაც ძალიან მიხარია რომ მოვრჩი მაგას. მეორესაც კიდე მალე მოვრჩები იმედია და მერე უკვე მესამედან იწყება თანამედროვე ერა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღარ გაიჭედება იმედია და მსგავსი რაღაცეები. გრენედის როლა ვიცი რომ QT არის, ეგ დასაწყისში ვისწავლე. კიდე მოვიცნო, მაგრამ მაინც. აბა რა გინდა? გავიგე რომ გაწმინდეო ან ყველაფერიო. კიდე ერთი რაღაცა მაქვს. სხვადასხვა არ ვიცი ეს უკეთესი არის თუ არა ეხლა რომ ამათთანა ვარ, იმიტომ რომ წინაზე რომ თამაშობდი როგორც გითხარით, ანუ გეიმპლეითი მეორე ადამიანთან ვიყავი და შარშან რო ვითამაშე კიდე ეს თამაში რაღაცა 20 წუთი კიდე იმასთან ვიყავი და ამ ტიპთან ეხლა რო ვარ ახალი არის და როგორც ეს ტიპი ჟღერს, სიმართლე რომ ვთქვი და არ მომწონს და მე მგონი პრობლემური ტიპი იქნება და რა ვიცი, ნახოთ აბა. ეხლა შენო კი კაია რომ გაწმინდეო ყველაფერიო, მაგრამ ცუდად ხარო და სანამ წაიქცევი ჯობია რომ დაესვენო და მერე გააკეთე ეგ მისიაო. არ არის პრობლემა, მეც მაგას ვაპირებ. You are carrying grenades and molotovs, you can ხო, ანუ F-ი შემიძლია გადავცვალო როგორც ჩანს ჩვეულებრივიდან. აქ შემიძლია დავაყენო მართლა ეს. ანუ როდის მინდა რომ გავუგვიზო. ეხა არის თუ არ ვცდები 7 დღის 2 საათი, შესაბამისად მოდი 4-ზე გავაკეთოთ ეს დრო. ხო, პატარა ვიდეო იქნება, როგორც თქვა, პატარა ვიდეო არ იქნება ზოგადად, ანუ აი ეს ნაწილი იქნება პატარა. რომ ძალიან ცუდად არ ჩანდეს რა. Save and continue, ხო, დავსეივოთ მოკლედ დატომაცარა. აი აქ შევინახოთ და ეგ არის. არა და მეორე ნაწილს გადავიღებდი უკვე დღეს ეს პრობლემა რო ქონოდა ამ თამაშიც და კარგი იქნებოდა ბევრად. მოკლედ იმედია ვიდეო მოგეწონათ, თუ მოგეწონათ, ლაიქით, გამოიწერთ არხი, ჩვენ უკვე შევხვდებით ერთმანეთს შემდეგი Far Cry 2-ის ვიდეოში და დროებით.